მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ დაუმარცხებელს. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მეორე სერია, რომლის სათავეს ამოგვდებათ და მოვიწყდა და ამ საიტზე არაჩვენებს, მაგრამ ამოვაგდება ხლავე. პირველი სერია იყო ძალიან ძირსკი, აი განსაკუთრებით ბოლო 5 წუთი. ვაფშე რო არ ველოდებოდი ეგეთი. და ძალიან დამაინტრიგა. კაიხანი გავიდა, რაც არ გიყურებია, ანუ კაიხანი გავიდა, რაც პირველი სერია ვნახე, იმიტომ რომ სანამ One Punch Man-ს დავასრულებდი, რომელიც ამ სერიალმა ჩაანაცვლა, მანამდე უკვე ნანახი მქონდა პირველი სერია, წინასწარ ვუყურე, ამიტომ ერთი სული მქონდა მენახა მეორე სერია. Here Goes Nothing, ასე ქვია სერიას. კაი. საინტერესოა. რას მოიმოქმედებს ახლა ომნიმენი, რატო გააკეთა ეგ? მარკი რას ზავს, რო გაიგეს მაგ ამბავს? იცნება მარკი უკვე არის საქმის კურსში და რა ვიცი, მაგრამ კითხვა მაინც რჩება, რატომ აკეთეს ომნიმენმა. და მართლა, არ ვიცი, რო ამბობდნენ ვინმე აკონტროლებს, მართლა აკონტროლებს თუ არა, მაგრამ რავი. ისე თქვას გეგონება არა. ნახოთ ერთი. просто ომნიმენი რო ბოროტი აღმოჩნდეს, ეგ საინტერესო იქნება. მინდა გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ხო, დავიწყეთ. Invincible პირველი სეზონის მეორე სერია Here Goes Nothing 3-2-1 Go. მამის დედაც. შეხედე ამ ადგილს. სიტყვები. ბოდიში. გასაუცარი, გასაუცარია, მაგრამ ამდენი ხმა მეცნობა. სჭირდება. ორიგინალში. მთავარი ძალაუფლება. ამ შენობას ერთი დანიშნულება აქვს მხოლოდ. ამ ტიპის შეგრემალის. დედოფალი და თქვენ ჩემი მორჩილები. თო? დედოფალი შეიძლება ერთი საყვარელი მოხუცი ქალი იყოს, მაგრამ ის დიდი ტირანების შთამომავალია, რომლებსაც თავი ჩვენზე ყველაზე უკეთესები ეგონათ. მამა, უფო. ვიღაც სხეული ჩამოვარდა. არ ვიცოდი აქ ბურგერ მარტი თუ ჰქონდათ. ბურგერ მარტი? ეს კეჩუპია ამდენი? მამა დამიძახე. არა, კეჩუპი აშკარად არა. ეს რა თქმა შემიკაი აქედან ვაგრძელებთ. მე დეტალურად არ იყოს საჭირო ჩვენება. შემიკაი. მართლა არა დეტალური. ომნიმენიც გაიჩიშა. თუ შემიკაი სერიოზულად და წარმოაჩინოს თითქოს და თვითონაც სვერპლია? საღოლეს რაღაც ჩინელი აგენტები. წინ, შედით. თითო გუნდი თითო დაჭრილ წაჩქარა. ღმერთო ჩემოქრაჯან. დაჭრილზე, მე მგონი დაჭრილები ასულ არ არიან. წვანე მოჩვენება. გაჭრილები არიან, მაგრამ მხოლოდ დაჭრილები არა მაგის თქონდა. კისერზე მომაგრებთ. ხილად. ხანდახან ხერხემალზე. უსერა სერიოზულად შეიძლება გადარჩეს? თავმოჭრილი ტიპი. აუ. ვიწყებთ ნანო სტიმულირებას. ნევრალურ სტაბილიზატორზე ვათავსებ. მე გაიფები? ომნიმენი ცოცხალია. გაიწიეთ. მოემზადე ტრანსპორტირებისთვის. წავიდა. ფრთხილად, არ შეანჯღრიოთ. ასეთი არაფერი მინახავს. ღმერთმა დასწრებლოს. საკმაოდ ისეთი მომენტიც ვიწყებთ. ყოველდღიურად. ესეც შენი ომნიმენი? დილემში და ბისა დედა.
რა მოხდა? არაფერი. მამა შენი მენატრება. წუხილ არ მოსულა. არიციან ჯერ. ალბათ მთის ქვეშ ჩაიმარხა ისევან რაღაცა გეთი. პირველი არ მოუვიდოდა. სკოლაში არ დაგაგვიანდეს. ნოლანი თერაპიის უმაღლეს დონეს იღებს. ნოლანი? როგორც გლობალური უსაფრთხოების მე მგონი პირველად გვესმის ტიპის სახელი. უკეთეს სამედიცინო ტექნოლოგიას ვფლობთ. ეს ერთ-ერთი რეაგირების გუნდია. შეუძლიათ რომ ექსკურსიის ხასიათზე არ ვართ, დონალდ. ბოდიში დები. მამა ჩემს არასოდეს უხსენები ხართ. ასეც უნდა იყოს. ჩვენ მამა შენისნაირ სუპერგმირებთან მუშაობთ, რომ სამყაროს უსაფრთხოება დავიცვათ. ვინ იცის იქნება ერთ დღესაც ჩვენთანაც ვითანამშრომლოთ. უძლეველი. ხათარინეს როგორც უძლეველი. ღმერთო ჩემო, ნოლან. მამა, ახალი დრო კაი დროს იყო უბრალოდ. კარგად იქნება არა? იმედი გვაქვს. ეს ვაფშე ჩვენი ექიმები სერიის ბოლოს ძალუძლებენ, იყო. მაგრამ ვილტრომიტები ხშირად არ გყავს ხოლმე აქ. ვინ არის დამნაშავე? წარმოდგენა არ გვაქვს. ჯერჯერობით მაინც, მაგრამ გავიგებთ. აგერ გიწევთ დამნაშავე. ბევრად უარეს მდგომარეობაში თუ კიდევ ერთხელ მართლა ვინმე აკონტროლებდა. დედმანი ვარ, GDA-ის დირექტორი. დებრა. ძალიან წუხარ. სესილ, ძალიან დიდი უნამოსო ხარ. წუხელ ვიღაცამ პლანეტის მცველები მოკლა. ღმერთო ჩემო, ყველა მათგანი. სათითაო დააკლიჭა კიდურები. ყველაფერი ვსადეთ მათ დასაბრუნებლად, მაგრამ ნოლანი იყო ერთადერთი გადარჩენილი. ეს როგორ მოხდა? ჯერ არ ვიცით. ანუს თავგოჭრილი ტიპი. შენი რატომ გამოშტერდი მეთქი როგორ გადარჩენდი. ასეთი თეორია გვაქვს, რომ მცველების მკვლელმა მიიტყუა და სადაც მარველში კი იყო ერთხელ. ჭენჭველა რო გადარჩენეს სკოტი, მაგრამ ეგ მარტივი. ეგ კიდე სხვა პონტი იყო. ერთ ტიპს სუპერმარკეტსაც გარი იყო თავგოჭრილი. სიკვდილი რომ არ სტომოდა. ჯერჯერობით არ ვახმაურებთ არაფერს, მაგრამ მედია მაინც გაიგებს ადრე თუ გვიან. მინდოდა რომ პირველებს შენ და მარკს გაგეგოთ. ცივი პირსახოცები და ყინულიანი წყალი, ჩემთვისაც შემოატანინეთ დასაწოლი. დებრა, ჩვენ საუკეთესო. 20 წელი ვუშუშებდი ნოლანს ჭრილობებს, სესილ. არსად არ წავალ. საღო. რა თქმა უნდა, დები. სერ, რაღაც თავდასხმაა ქალაქის ცენტრში, ათეულობით სამიზნეა. ძიმი არტილერია, რამდენიმე დაშავებული. ახლა გმირების დეპარტამენტში სიმცირე გვაქვს. ოპა, ეს რა არის? ფუშენი. პორტალი? ჰელიკარი. უფ. თავი ხელში აიყვანე მარკ. მიდი, დაეშვი და შეაჩერე. ანუ ხენა გადმოუჭირს, როგორც ვიტყვი. შეჩერდით, მოშორდით ამ. ნუ არა, მარკს ვერაფერს დაუშევებთ. ფუშენი. ჯანდაბა. კარგი, სისხლის ნუ შეგეშინდება. მიდი მარკ, მიდი. თავი ხელში აიყვანე. წეთში, სანამ უფრო მეტი დაიხოც არა. არა. საღო. ყველაფერი რიგზეა აქ ვარ. დაშავდით? აიყვანე აქედან. შენი დედაც, ღმერთო ჩემო. აუ. ამარჩო. არ ვიცი ვინ, ახალი გმირი? მაგრამ სახლში წასვლა. ახალი პერსონაჟი? ახალი პერსონაჟები. იმ ამ წინადადებიდან 2.5 წამის შემდეგ 3 ტანკი განლაგდება შენგან მარჯვნივ 50 ფუტზე. გასაგებია.
Rex, სამოქალაქო პირების საფრთხეში არიან შენგან მარცხნივ. თვალები მეც მაქვს რობოტო. ანიმაცია კარგია მართლა. ნახე, აფეთქების მომენტები რა კარგადაა დახატული. როცა რა, კლონები? ასე გააგრძელე. ეს ვიღაც ჯადოქარია. საავადმყოფოში ყოფაში გადაიყვანე, ჩვენ მივხედავთ ამათ. შენ ატომი ვიხარ. ატომიდი. რა? ახახანს მოწვი. ეს ვარდისფერი ენერგია ანოდიტის ენერგიას გავს ბენთენიდან. ანოდაიტის რა ქვია არ მახსოვს. Вообще, ეს გოგო თვითონ გავს გვენს. მაგას გავარკვევ. იქნებ პროტოტიპი იყო მართლა. ბიჭებო, უკვე ხურდაზე გადავედი. ძალიან სწრაფად მკლავი. დაჟე, რიცხვებია, ციფრებია წერია იმაზე. 1-0. რამდენი კლონი აქვს შექმნილი? სიცოცხლე მთავარი. მაშინ ცუდი ამბები მაქვს. რა? რა მოხდა? ტიპმა დაიმახსოვრა. მაგრამ რა იყო? ვერ გამიგია რა ვერც მოხდა. მე? მაგრამ მე მგონი ყველა სახელი შემეძლია ვთქვა, რომ ამის განმეორება არასდროს მომინდება. უი. მართალია. მიშველეთ, ვინმე? დახმარება მჭირდება. გაშეშტი. რა ჭირდება? ექიმი სჭირდება. დააწვინე. ვენა გადაკეტე და წვეთოვანი ჩაუდგი. მე 6 საოპერაციო მოამზადეთ. სუფთა. მარკ, რა შემეძლო ვცადე. სადე მამასავით ყოფილიყავი. იქნები. არა უშავს. ყველაფერი რიგზია. რავი. წინი ყურე. სირო. მა, ტიპი просто ვიდიოდა. მარკ. მარკ? კარგად ხარ? მამა ჩემს. თავს დაესხნენ. რა? ხუმრობ? ღმერთო, არ ხუმრობ. კარგად არის? რა მოხდა? საავადმყოფოშია. ექიმები ცდილობენ ყველაფერს, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა, უილიამ. ძალიან დაშავდა. ღმერთო მარკ, ძალიან წუხარ. დამნაშავე დაიჭირეს? არა. ჯერ არა. დამნაშავე თვითონაა. დასკმის მსხვერპლი ამ დებილ ქალაქში მე შენს გვერდით ვარ. რაც არ უნდა დაგჭირდეს. თუ ლაპარაკი გინდა მოგისმენ. შენ და დების თუ ლაზანია გინდათ, გემრიელს მოგიმზადებთ. სხვათა შორის უგემრიელეს ლაზანიას ვაკეთებ. ივ ვილკინსი. რა? ეს გოგო. ეგ არის. უნდა დაველაპარაკო. შენც და კიდევ ყველა ჰეტერო ბიჭი 20 კილომეტრის რადიუსში. ვაუ. წარმატებები. წინა კვირას ემბერ ბენეტის გამო ხომ გცემეს უკვე? ივ? გამარჯობა. გამარჯობა. მარკი არა? გრეისონი კი. გმადლობ რომ გადამარჩინე იმ დღეს. გუში. გუში? ეგ შენ იყავი? ლურჯ ყვითელ კოსტუმში? ხო, მე ვიყავი. მე უძლეველი ვარ. ღმერთო რა სულელურად ჭერს ასე რომ. რაღაც მოჩიკი. ოპტიმისტურად უფრო. მე ატომური ივი ვარ. ატომური ივი. გუნდში უბრალოდ ივის მეძახიან და გუნდის გარეთაც. რამდენადაც ჩვეულებრივი სახელია და არა რაღაც. უძლებელიც მსგავსი?
უძლებელის მსგავსი. გუშინდელზე რატომ ორივე რომ ცოტა არ იყოს უფრო უკეთესად ჟღერს გუშინდელზე ილაპარაკო. როგორც ზედმეტ სახელი გავიგე რომ 21 ტიპი აშკარად გამოშტერი და არც კი შეტოკებულა. ტოცი ისე შეეშინდა 3 დღე სახლიდან არ გადიოდა. მარკ გრეისონზე ლაპარაკობთ? რა თქმა უნდა, ემბერ, შენს გამოსცემა ტოდმა მეორედ. არიცი ატომური მართლა კარგი ზედმეტ სახელია. ვერავინ არც დამარცხებელი არის ცუდი. შენ სკოლაში სუპერგმირის დადებას თუ არ ელოდები, მაშინ ვერც ატომური რაღაც სხვანაირად ჟღერს. Teen Teams Instagram-ზეც კი ვაფოლოვებ. ვაუ, ამათ ინსტაგრამიც აქვს. ყველას მეოთხე ყველაზე საყვარელი სუპერგმირების გუნდი. Fight Force-ზე მეტად კი მომწონს. ანუ იმენა ჩვენი სამყარო კარგი. ეგენის საშინლები არიან. შარშან ხვლიკების ლიგამ გაუერთიანეს თავყბა. მახსოვს, ტელევიზორში ვნახე. ესე იგი, შენთვის ეს ახალია, არა? ცოტა ხნის წინ მივიღე ძალები. გუშინ იყო ჩემი პირველი დიდი ბრძოლა. კარგი. ბევრი აიხსნება და მაინც ახალ ბედასთვის არ აუშავს. ხუმრობ, სრულიად გაშეშებული ვიდექი. ადამიანები დაშავდნენ. ადამიანება შენი დამსახურებით შეძლეს გაქცევათ, ან პირველ ბრძოლაში ყველა შეждდება. ბრძოლის წინ გული მერეოდა ხოლმე. ახლა მიდოდა მეთქვა უთხარი შენა და გამართათქო პირველი ბრძოლის დროს. სახანძრო უნკანივით. მიეჩვევი. ბრძოლებს გულის რევას არა. უბრალოდ რასაც ველოდი ისე არ იყო. მეგონა უცხო პლანეტელებს ყბაში მოვდებდი და სახლში წავიდოდნენ. ტელევიზორში რომ აჩვენებენ, მასე არ არის. ნამდვილად. ეგეც მართალია კი. მადლობა. საათში 2:50 ვიღებ. რა? გეხომრები. მართლა არაფერი არ არის. შევიკაიბეთ დავიჯერე. იქნებ სკოლის მერე გამოგიარო და გუნდს გაგაცნობდი. არ ვიცი. კი. როგორც გავიგე, ყველას მეოთხე ყველაზე საყვარელი გუნდიაო. სკოლის სეზონში დამხვდი გაკვეთილების შემდეგ. უძლებელო. ბავშვებს კარგად გააგერთმევიათ თავი რობოტო. მადლობა სესო, პატევია გლობალური უსაფრთხოების აგენტოსთან თანამშრომლობა, მაგრამ ბავშვები შეიძლება ქედმაღლობაში ჩაგეთვალოს. მაგრამ გამარჯვება არ ყოფილა. იცი რამდენი ადამიანი მოხვდა გუშინ? 328. 328 და ესეც მარტო იმიტომ, რომ ის ნაბოზარი უცხო პლანეტელები გაიქცნენ. ფლაქსანები. რა? საკუთარ თავს ფლაქსანებს ეძახიან. ბრძოლის შენაწერებიდან მათი ენა უკუსვლით გავშიფრე. ეს თუ გაშიფრე, გამარჯვებულები რატომ გაიქცნენ? 6 აზრი მაქვს. 6 აზრი. ოჰო. და მგონი ამით მხოლოდ ერთზე ჩამოვდივართ. აბა? დაჟანგულია და ამოჭმული. ასეთი ლითონისთვის წლებია საჭირო, რომ ჟანგვა დაიწყოს. საიდანაც მოდიან იქ დრო მალე გადის. იმიტომ გაიქცნენ. სიბერით კვდებოდნენ. თუ დაბრუნდებიან ტერიტორიის ევაკუაციას მოვახდნენ და მოვეცდი სიმსივნე დაემართოთ. ის ახალი ბავშვი როგორი იყო? უძლებელი, მაგრამ მომზადებელი ჩანს სუპერგმირის უფრო რეალისტური ასპექტებისთვის. ურჩევნია თავი შეიმაგროს, მისი დახმარება დაგჭირდება. რატომ? კარგი სესემ. ერთი უზარმაზარი სირობიდან მეორეში. რამე ახალი და კარგი მითხარი, დონალდ. ეჭვმიტანაც ჰქონდა ძალა და დახმარება, კამერები და უსაფრთხოების სისტემა სრულიად გათიშეს. ანალიტიკოსები ჩიხში არიან, უთხარი ხელახლა დაეწყო და ძალა დაეტანებინათ. კარგი ამბავი არ არის. რა არის მაგაში კარგი? რამე კარგი მითხარი მეთქი, დონალდ. გაეთრიეთ. ყველანი. დაუჩქარე, დირექტორმა გარკვევი თქვა. გამოჩნდი. ვიცი რომ აქ ხარ. არ ვიმალებოდი. სერეს ვიღა. დემენ დარკბლადი, დეტექტივი დემონი. მივხვდება. 7 სუპერგმირი მოკლეს. პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცი თითქმის მკვდარია. არც ერთი ეჭვმიტანი. მიგენი ვერ დაინახა. სამხილი. საიდან იცის? არ ვიცი, დემონების მაგიით თუ რაღაცით. თუ კითხულობ დახმარება გვინდა თუ არა? არ გეკითხებით. კარგი, მიდი და იკაიფე. საქმის გახსნაში დაგვეხმარე რქიანო ჰოლს. ანუ ის სისხლსაც მოკიდებს ხელს დემონთან იმას ხედავს მარტო. მე შენ ათეისტი მეგონე, დონალდ. თუ ზოგადად სხეულის ნაწილს.
გავიგეთ, ჩემ გამო კიდევ მოხვედრია ცოტა. გამარჯობა, ემბერ. ხო, მაგრამ არი დარდო. არაჩვეულებრივი ახალი სტრატეგია შევემუშავეთ ოტთან. ვეუბნები, რომ მირტყას სანამ არ მოსწყინდება და სახლში არ მაგარი სტრატეგია. კარგია, ვერასდროს მიგიხვდება. სამწუხაროდ ვერ ჩენი სახე გაიგებს რა შეესაქმე. არა უშავს, მაინც ყველა სულ იმას მეუბნებოდა ზედმეტად ლამაზი ხარო. უნდა გავიქცე, მე რეგნახო, კარგი? მზად ხარ? ეხლა ეჭვიანობას დაიწყებს. ეცადი არ ჩამომრჩე. არა, ივის ძალა მართლა მაგარია. ივ? ივ? გიგადავება რაღაცას. პუშენი. კარგი, თავიდან დავიწყოთ. საუნდტრეკი ნორმალურია. და ახლა? რა მაგარია? პატარა. გაუმარჯოს. ყინულის კაცი გაიჩიტა. შენს გარეშე იმ ბრძოლას ვერ მოვიგებდით. თუმცა მაინც მოვიგეთ. ვაუ. პლანეტელები დაბერდნენ და გაიქცნენ. მაინც ითვლება. პლანეტელები დაბერდნენ და გაიქცნენ. რობოტი მქვია. მაგრაც ვიჟღერს. მაგივრად ბოდიშს გიხდი. ის დაუჯერებლად მაგარია. გამოუსწორებელი. და უხეში. და მოწყენილი ამ ყველაფრით. მე დუპლიკეიტი ვარ. უძლეველი. დუპლიკეიტი. როცა ლაპარაკობთ, რომ შეხედოთ. მეგონი ერთიანი როვა წერია იმას. სცენები არიან განზომილებიდან, სადაც უფრო სწრაფი დროებითი ნორმა. შედეგად მათ მიერ გამოცემული ტაქიონები ბევრად უფრო სწრაფად ტრიალებს ვიდრე ჩვენი. ეს დეტექტორი შევქმენი, რომ თუ ოდესმე დაბრუნდებიან გაგვაფრთხილოს. იმიტომ რომ ჩვენ თითქმის გამოტოვეთ მთელი ეფეთქებები და ყვირილი და ქაოსი. რამდენიმე წუთით ადრე შეგვატყობინებს. სესილი და GDA ასევე ჩვენ გთხოვენ ჩარევას თუ კი რაიმე საგანგებო სიტუაცია იქნება. რადგანაც მცველები მიუწვდომლები არიან. უძლებელო, შენი იმედი გქონდეს მომავალში. დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი დახმარება გინდათ? კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ დამიმესიჯეთ. ჩემი ნომერი დაგჭირდებათ. ვიცი რომ გუნდები დიდად არ მოგწონს, მაგრამ ესენი კარგი ტიპები იყვნენ. რექს პლოუდის გარდა. მაგას რა სჭირს ჯერ არ ვიცი. გონი ეგ და ივი ერთად არიან. კი. ვინ არის ივი? არავინ. უბრალოდ მეგობარი. საყინულოში ვახშა მინახე? კი. მადლობა დედა. მარკ, მამბატი, მამა შენზე ისე ვარ ფოკუსირებული, რომ შენ სულ დამავიწყდი. კარგად ხარ? დონალდმა მითხრა, რომ უამრავი ადამიანი გადაგირჩენია სიკვდილს. მაგრამ ბევრად უფრო რთული ყოფილა ვიდრე მე მეგონა. მამა სუპერგმირობის ამ ასპექტზე არ ულაპარაკია. მამა შენს ბევრი რამ გამოსდის, კარგად, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი არა. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. კი, როგორც პირველ სერიაში თქვა, რომ ისევ შეგიძლია დედა შენთან ილაპარაკო, ეს ვინ არის? ეს ქალბატონი. ის ქალი. მაია ქვია. ოჯახის წევრები არ ყავს? კი, შევატყობინეთ კიდეც, მაგრამ ეს დახო. აუს რეკლამა. პრული დაწესებულება. ნორმალურ ჰოსპიტალში გადაყვანა შეიძლება ვერ გაუძლო შერჯერობით. მაგრამ კარგად იქნება? ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, მაგრამ იმედი მაქვს. ეს კომპიუტერი ასე უნდაც კარუნობდეს? ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. კიდევ რამდენჯერ უნდა გაიმეორო. თითქოს თავსით არსავ, რომ შანსი აღარ გქონდეს ივთან. შეყვარებული ხარ. თვითონ მითხარი, რომ შანსი არ მქონდა. მაგრამ მე ყველამ დაგინახათ სკოლიდან როგორ წახვედით ერთად. ყველამ? სულ ერთია. უკვე ყავს ბოიფრენდი.
მერე შეგიძლია მასზე მაგარი გაიჩიტო და მისი ადგილი დაიკავო. ასეა ურთიერთობები. ასე რატომ გძაბავს ეს გოგო? გარდა იმისა, რომ ის შესანიშნავია და შენ ჩვეულებრივი. ჩემი კაი. წახვიდე? საწახვიდე. კარგი, არ მაინტერესებს. ალბათ იქ სადაც ამუდამოდ მარტო იქნები. ოპა. მარკი, იმ ვილკინს ხვდება? ნეტა ხვდებოდეს. მე სწორად არა. ნამდვილად არა. ნეტა ხვდებოდეს. მიდიყავს. ეს კი სრულიად თავისუფალია. ნომერი მოგცე? დაგიწე. თქვენ საიდან მოდიხართ? ერთ სკოლაში დავდივართ, რექს. უი, მართლა? მართლა. რა კარგი უნდა იყოს. იცით ვის არ მისცემია სკოლაში სიარულის საშუალება? მე. ვიცით, გეტყობა. დავაფასებდით თუ ყველანი ამოცემულობაზე გადავიტანდით ყურადღებას. გამოიცანით ვინ დაბრუნდა. ისევ ის მარტივად რო ბერდებიან და ეს ტიპი. რობოტო, ესენი არ ბერდებიან. რატომ არ ბერდებიან? როგორც შენს აღმოაჩინეს ჩვენს დროის ნაკადს როგორ შეეწინააღმდეგო. 3 დღეში ჩვენთვის მათთვის. რა მნიშვნელობა აქვს დარწმუნებული ვარძულებში ისევ ტყდებიან? ჩვენც ვტყდებით. მზად ხარ? კი. მე მგონი. ნუ ვნახოთ. ცოტა ნერვი მით მარკზე, მაგრამ კაი. თან კლონები რო არქრებიან იმის რაც რო დახოცავენ მაგის მერე მასეთებს არ ვართ უფ არა რობოტი კარგად იქნება ჩემი გაიქეცი მიყოჩებია. კარგია. საო. ეს აფეთქების ანიმაცია ძალიან მოგწონს. არა. როგორც ჩანს, დრო ძალიან გონივრულად დახარჯეს. არა მეთქი. ეგრე. უძლებელო. ხო. არკი. კარგად ხარ? დანარჩენები საწავიდნენ. თუ აღარც იყვნენ დახოცეს ყველა. და ახლა დაბერდება. სამაჯურები. ისინი იცავენ ჩვენი დროის ნაკადისგან. სამაჯურები გაანადგურათ. რა? ყველა? ცოტა რთული იქნება. ნუ ჯერ კიდევ აქ არიან. ოპა. ახლა იციან მაინც რა უნდა ქნდა. აი ის არ გაუჭირდება. წესით იმისთვის ყველაზე მარტივი იქნება სამაჯურების განადგურება. რობოტისთვისაც 49,000 კილოჰერცი. მომაშორე. სიგნალს უშვებ?
აი, რობოტისთვის ყველაზე მარტივი აღმოჩნდა. ნახა რომ უასწრონ გაქცევა მე ჯანდება ასწრებენ ისე. და ეს ტიპი კიდე ცოცხალია? ეგ შენ თვითონ ხარ. რა იცი რა თქვა. დროულად გაგიჟდი წეღარ. შენზე რაც თქვი ყველაფერი უკან მიმაქვს. არა და ბევრი რამ თქვი. კი. არ ვიცი რა მოხდა. გავბრაზდი, ალბათ. არა, ცუდად არ გამიგო, შესანიშნავი იყო და თანაც ასეთი საშიში ჯერ არაფერი მინახავს. ოღონდ შენს მორი გაგიჟება შემსკენ უგამოუშვებ, კარგი? რეგს არ უსმინო, ძალიან კარგი იყავი. მეც მაგას ვამბობ. ივ. ღმერთო წელი. მასაჟი შეიძლება? არავინ არ გამიკეთებთ? ყველაფერი რიგზია? უნდა წავიდე. არა, არაფერია. აკავრობა ჩვენ მივალაგებთ. ძმა. მადლობა თქვი. შვილო, მამა. ნეკნები. ფრთხილად ისევ კომაში არ ჩააგდო. კარგად ხარ. არა, კარგად არ არის, მაგრამ სახლში დასაბრუნებლად არ აუშავს. აია. დედა მითხრა, რომ ჩემს მაგივრად იცავდი პლანეტას. ზედმეტი მოსდის. ყველაფერი უნდა მომიყვე. მაია რომელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს? არა, მითხრეს რომ გამოკეთებოდა. ესეც საქმის ნაწილია. წამოდი, სახლში წავიდეთ. ნამდვილი საჭმელი მენატრება. ჩემი კოსტიუმი უნდა დამიბრუნოთ. არ მაინტერესებს დახეულია თუ არა, გასაიდუმლოებული ნივთია და უნდა დამიბრუნოთ. მომიტანეთ, ახლავე. სად არიან პლანეტის მცველები? კვირაზე მეტია ცნობილი გმირები არსად არ გამოჩენილან. რა არიციან? პრივი ჩემპიონების იმედად დაგვდავეს. არიციან რომ დახოცეს? საინტერესოა, არ გასაჯეროა ეს ინფორმაცია. თითქოს არც კი ცდილობ. ახლა კი ზედმეტი მოგდის. შეანელე. იქ ნუ მირტყამ სადაც ვარ და მარტყი სადაც მივდივარ. აი. კარგი რჩევა იყო, მადლობა. მაგრამ დარტყმის მიღებაც უნდა შეგეძლოს. რა ხდება? შესანიშნავია. მარსთან ახლოს დავაფიქსირეთ 1 საათის წინ. ძალიან სწრაფად მოძრაობდა. დაბრუნდა. 15 წუთში უკვე ჩვენ საერთში აყლაპავს. ხომიცი არ გთხოვდი ნოლან, მაგრამ მცველები აღარ არიან. მე შევაჩერებ. ეს ვინაა? ნოლანი მარტო ერთი კვირა არაც სახლშია, შენ კიდევ კოსმოსში გინდა რომ გაუშვა? არა, არავითარ შემთხვევაში. შენთან არ მუშაობს. ზვირფასო. სხვა არავინაა დები. მე წავალ. არა მეთქი. შენ ისევ დაშავებული ხარ. მე წავალ. კარგი. რა? რატომაც არა? არც ისე. ხო ისე. მოერევა. მოტივატორია. ასე გადავჭერით პრობლემა. არც ისე ძლიერს როგორ ხრის ნაცვლად შვილს უშვებ. კარგად და ისე ვიქით მოისროლე, საიდანაც მოვიდა. მარტივია. კოსმოსში როგორ ვისუნთქო? ეგ ყველაზე საინტერესოა. არ უნდა ისუნთქო. 12 წუთი. არ უნდა ისუნთქო? კარგი. ნუ ეს რთულია კოსმოსში სუნთქვა თუ არ შეუძლია. მას აივი? თუ არა? ვინ ჯენდება? ადრე მოსულ ხარ. თან ულაშიც გაგიპარსია. ჩემს პლანეტას არ მიეკარო. მასე რა? ადრე მოსულ ხარ თან ულაშიც გაგიპარსიაო? ცუდი არ იყო, მაგრამ თუ ეს შემაჯახო შენი მთვარე იქით. ომნიმენს ხო ფიქრობდა. ჩემს გონებაში რატომ ესმის შენი ხმა? აბა თუ სხვაგან სად ინახავ? შენი პლანეტის დაცვას ამას ეძახი? მეცოდება შენი ხალხი. აი მიდი მარკ არ ვიცი მოერევა
მართლა შენ ხარ ის კაცი, ვისაც აქ 3 წლის წინ შევებრძოლე? მე მგონი უნდა ქონდეს მაქსის მომენტი, რომ ვერ მოიგოს. მაშინ ძალიან არ გაგიმართლა. თვალი. მართლა? ეს უკვე სადე. თვარეზე? იქნებ გამოდგე მაინც. რაზე ლაპარაკობ? გამოდგენ. რა? ახალ ვირად ფილტრუმიტად? მოიცადე, შეჩერდი. არ მინდა. დავილაპარაკოთ. შენს ტაიმაუტს იყენებ? ტაიმაუტი მეკუთვნის? ტაიმაუტი რატომ ეძლევა? წესები მიერ მომიგონია. რა წესები? აზრზე არ ვარ ვინ ხარ? მართლა? მართლა გეუბნებით, ომნიმენში აერია ტიპი. ვაუ, გრავიტაცია. კარგი, ესე იგი, მე შემფასებელი ოფიცერი ვარ პლანეტების კოალიციიდან. შენაირი პატარა ტალახის ბურთებს გავავლი ხოლმე, რომ ნახო კომპეტენტური მცველი ხავთ თუ არა. რა იცი რა ხდება პლანეტმყრობელი ურჩხულებისა და გიჟების მეტი რა არის? საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა იქ ყველაფერი რას ნიშნავს. არ ვიცი ძმაო, მეტი რა გითხრა. შენი პლანეტა პროგრამაზე ჩაეწერა, ხედავ? მოთხოვნა დოდომიციდან. დოდომიციდან? ეს დედამიწაა. დოდომიციდან. დედამიწა. ჩემი კაი. და არა დოდომიცა. დოდომიცა. თუ ე. მაგარ შარში ვარ. პლანეტა. კარგი, მადლობა მითხარი. მე ალენი მქვია სხვათა შორის. ალენი. უძლეველი. მართლა. ალენი როგორც ელიენი. არა? ვიცი. ახლა ხან შეგებრძოლე და მგონი საკმაოდ ძლევადი ხარ. აუ. კარგი, უძლებელო, მთავარია სამსახურიდან არ გამაგდონ. და კიდევ შემოგივლი მერე, როგორმე. ბოდიში ამ მუშტიკრებისთვის. ეს უცნაური იყო. რა ჩანდაბა იყო? წეჩი. რა მაგარია? სანამ წავა, უკვე მოგიყევი ყველაფერი რაც მახსოვს. კარგი, მაგრამ ერთხელ გამემეორე. განგაში ზარი მომივიდა მცველებისგან, მაგრამ როცა მივედი ყველაფერი წესრიგში ჩანდა. მერე სინათლე ჩაქრა და ვიღაც დამესხა თავს. მე შევებრძოლე და მერე გავითიშე. თვალი რომ გავახილე, შენ საავადმყოფოში ვიწექი, სულ ესაა. სულ ესაა? ვიღაც მაგარი ახვარი უნდა ყოფილიყო შენ რომ მოგერია. ასეთი დამარცხება შენგან არასდროს მინახავს. ეს საინტერესოა. ვიღაცას გონია რომ ჭკუაში გვაჯობებს. თავიდან ყველას ასე გონია ხოლმე. შენი კაი რატვინი წაიგეთ უკვე? შესანიშნავია. ამის ხო პლანეტებია. მისმინე ტოდ. იქნებ მოკეტა გრეისონ. ბოდიში. რა? ბოდიში რომ იმ დღეს გწემე. არ ვიცი რას მეუბნები. ბოდიში რომ იმ დღეს გწემე მეთქი, გაიგე? მადლობა. ალბათ. ემბერ ბენეტს აინტერესებს კიდევ ჩემი ნომერი ხომ არ უნდაო? რა? ემბერის ტელეფონის ნომერი გინდა თუ არა ჩმარო? კი, მაგრამ შენ რატომ? ჩემი ძველი ფოტოები იპოვა და მაგითო. მითხრა წავშლი ამას თუ იზამ და მარკს აღარასოდეს აღარ დაელაპარაკებიო. გამომართვი. საშინელ ცხოვრებას გისურვებთ ერთად. ორივენი ბანძები ხართ. ვაუ. რისი ფოტოები იყო ტოდ? ბეცნუ ეთამაშები გრეს. ემბერ, კი არა და გისმენთ. ემბერ. შემიგე. რამდენი არიან თან? ცუდი ამბები მაქვს. რას ამბობ? რობოტ ცუდი ამბები ქონია, გაიგეთ ხალხო? რობოტო. ძმა, თვინი წაიღე უკვე. ძალიან ბევრი არიან. მათი ტექნოლოგია ძალიან განვითარდა ჩვენი დროის ნაკადის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს. ქალაქი დაკარგულად უნდა ჩავთვალოთ. სესილს დავუკავშირდები და ბირთვულ რეაგირებას ვურჩევ. რა? არა. რანაირად? ატომურ ბომბს არავის არ ვესვრით, რობოტო, და არც დავნებდებით. ბაით ფორსი ხომ არ ვართ? მიყვარხარ ძმაო, მაგრამ ზოგჯერ ჭანჭიკები გაქვს ხოლმე დასაჭერი. მე ჭანჭიკებს არ ვიყენებ. ჩემი ნაწილები სულ მაგნიტურადაა გადაჯაჭვული.
შევიდა ეს ის ტიპია? უძლებელო. შემიკაი. მიშველეთ. მოკვდე. ივ. ომნიმენი? კარგად ხარ, მარკ. არა, ნოლანს ვერაფერს დაუშავებთ. ჩემი ჯერია. მაგრამ აქედან მაინც ჩდება ის კითხვა, უბრალოდ კითხვა არის უკვე, მაგრამ ერიქით ანუ უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვინ მიეყენა ნოლანს ასეთი ჭრილობები. და ისევ გაიქცნენ. წესის ცოტა ეჭვობდა რაღაცას სამთან, წესით უნდა მიხვდეს. რჩება? და? მამა. ომნიმენი, მამა შენია? კი. ომნიმენი მამამისია და შევიკაი პორტალში რამდენად შორსაა ეგ პლანეტა, იმიტომ რომ დაბრუნებისთვის შეიძლება დამეტელი დიდი ხანი დასჭირდეს. ისგან გადაგვარჩინა. მაგრამ მათ პორტალში შეფრინდა ბოლოს. ისე იგი ვახშამზე დაიგვიანა. ესე იგი ვახშამზე დაიგვიანა. ნერვიულობდი რომ მამა შენი ასეთი დაჟინებული არასოდეს მინდა. მაგრამ უცხო პლანეტელების სხვა განზომილებაში ის უბრალოდ სამშაბათია. დარწმუნებული ეს მაგარია. დაგვანებონ თავი. დებრას რეაქციები ყოველთვის მაგარია. დედამიწა თქვენი დასაპყრობი არ არის. ცოტში ტვინი წაიღეს უკვე. სახი გააცრეა. ტიპი მოგლეს ძლივს. შემიკაი სერიოზულად ყველას დაქოცავს ახლა? ჩემი ტიპი რას შვება? თელ პლანეტას ანადგურებს ტიპი. დრო სხვადასხვა ჩქაით. ჩემი. ტიპა პლანეტა გაანადგურა. მამა. მე არც კი ვიცი ეს როგორ შეგატყობინოთ, მაგრამ პლანეტის მცველები დაიღუპნენ. და სახე შეიცვალა ეს. ანუ ახლა გააგებინეს. კარგი. გამომყვანი გუნდი ახლავე იქ მიიყვანეთ. საფრანგეთის პრეზიდენტს უთხარით რომ მივხედავთ. დატოვეთ ოთახი. ახლავე. ვიღაც არის. ის ტიპია. განმანათლე. ომნიმი გაიგო ხო? ერთი რამ ვიცი ზუსტად. მელობის ადგილა სხვა რამე ყოფილა. მხოლოდ სველები იყვნენ. ომნიმენი. რაც იმას ნიშნავს, რომ კვლელი ერთ-ერთი მათგანი იყო. ერთ-ერთი მათგანი? ასობით სუპერბოროტ მოქმედია, რომელიც კვალს არტოვებს. ანუ იმენა ეს არ უნახავს. გადაიქცევა, მხოლოდ სიზმლებში რა არსებობს. მოხდა, მაგრამ ომნიმენი ნახა. მაგრამ შენ არ მისმენ. შენ მისმინე. შენს იდიოტურ აზრებს თუ ვინმესთან ახსენებ, ნებისმიერთან იცოდე ეგ იქნება შენი უკანასკნელი აზრები. არაგა. ახლა კი მოშორდი. მოშორდი. სანამ ჩემი ხელი დამიბრუნები ხარ ჯოჯოხეთში. დაბრმავებული ბებერი. კი, ამ სუთას უნდა დავუჩერო. ფრეისონების თვალთვალი დაიწყეთ. სერ?
კვლელი ჯერაც თავისუფალია დო. აჰა, კარგი. ის ბოლომდე მიყვანა გადაწყვეტოს. კარგი, უკაცრავად მეთქი არ დავუჭირებდა. კიდე ხო არა. გასაგებია. ესე იგი ეს იყო დამამარცხებელი, უძლეველი, უძლიერესი, როგორც გინდათ უწოდეთ, პირველი სეზონის მეორე სერია. Here goes nothing. ვაუ, ძალიან მაგარი. ეს ბოლო ნაწილი სერიების ყოველთვის რატო არის ყველაზე მაგარი? და ყოველთვის თქო ისე ვთქვი, გეგონება ბევრი სერია მქონდეს ნანახი, მაგრამ მაინც ანუ ისე უბნიმენმა მთელი პლანეტა გაანადგურა. რამდენი ხანში არ ვიცი, ახლა თლად წამებში არ იზამდა მაგას. შეიძლება ქნა, ანუ შეიძლება იზამდა, მაგრამ რავი. არ ვიცი. ძალიან ის იყო. მაგრამ ხო, ახლა twin წაიღეს უკვე მართლა. მოდიოდნენ უბრალოდ უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ და მიდიოდნენ თითქოს და არაფერი. შეიძლება იმათაც ყავდათ იქ უდანაშაულო ხალხი, მაგრამ მაინც ну, ხო, ომნიმენისთვის ამ წუთას ექსულერთი იყო. თან ის ასაკში ის დროშის ხოვობა რო გაიზარდა უცბად. გაიზარდა რა დაბერიდა ფაქტობრივად. ну, თლად არ დაბერებულა, მაგრამ როგორც ჩანს, რო დაბრუნდება, ყველაფერი გამოსწორდება. უკვე გამოსწორებული იქნება. მაგრამ ხო, კაი იყო. პირველი სერია უფრო მომეწონა, მაგრამ ეს ახალი გმირები ატომური იმაგის სასწავთან ერთად კარგი ის იყო, ანუ მომეწონა. როგორც შეუერთდა Invincible, უძლეველი მაგათ მარკი და სავარაუდოდ ეს მარკის სკოლის სამლები რა თქმა უნდა, ვაუ. გაიცნობს, სულ იმ გოგოს ემბერი. როგორც ჩანს, ანუ მარკის ცხოვრებიდან ზოგადად აი გმირები რო არ ჩავთვალოთ, იქნებიან ესეთი მნიშვნელოვანი პიროვნებები, პერსონაჟები, მაგალითად ლიამი, ემბერი, ტოდი შეიძლება აღარც გამოჩნდეს აწი. მაგრამ ხო, ну ეს მარტივი ის ამოსაცნობი რომ ემბერი დაინახავდა მას მარკს იუთან და მე ჩვენობას დაიწყებდა და ახლა მარკთან მოინდომებდა ყოფნას. ამიტომ ხო. ომნიმენის ამბავი ჯერჯერობით ყველაზე ძალიან მაინტერესებს, რატომ გააკეთა ეს, იმიტომ რომ ბოლოში ისეთი სახით იყურებოდა. Вообще, აი, არ ვიცი, აი, просто მაგრა ნერვები მომეშლება, თუ აღმოჩნდება, რომ არავინ აკონტროლებს იმ პონჩი, რომ იმ ტიპმა რო თქვა რა, ანუ რატო შეყავართ შეცდომაში? კი შეიძლება მაგაც ფიქრი, რომ ჩამოყალიბებულიყავით, რომ აი იქნება აკონტროლებს ვინმე და თავისით არ აკეთებს ამ ყველაფერს, ისეთი სახე აქვს ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, მე მაგ გამომეტყველებით ვერაფერი დასკვნას ვერ გამოვიდან. შეიძლება თან აკონტროლებს, თან არა, ანუ ზოგადად ჰიპნოზის ქვეშ ხალხი ისე იქცევა რა. ანუ ვითომ და ისეთივე ეს როგორიც აქამდე იყო, ეგ შეუძლია თავისუფლად ვინც აჰიპნოზებს უთხრან, რომ ჩვეულებრივად მოიქეცი. მაგრამ ეს გააკეთე და თან კონტროლის ქვეშ ყავდეს და თან ჩვეულებრივად ისე იქცევდეს, როგორც მადამ აქამდე. ამიტომ ხო არ იქნება გასაკვირი, მაგრამ რა ვიცი, გეგონება ნოლანი თავისით აკეთებდა ყველაფერს, ისე რომ იტყუებოდა, ასეც რომ უთხრა და გრეისონების თვალთვალი დაიწყო. ახლა საინტერესოა იმ ტიპთან არ თქვა, მაგრამ მაინც იწყებს მაგათ თვალთვალს. მაინტერესებს ახლა როდის მიხვდებიან თელ სერიალის მანძილზე იქნება, ანუ თელ დაიცადეთ, მე არ საიძებ მარტო პირველი სეზონია. მთელი სერიალის განმავლობაში არ ეცოდინებას და ბოლო სეზონში გაიგებენ მარტო თუ პირველივე სეზონში გაიგებენ უკვე. მაგრამ რავი, თვალთვალი უკვე დაუწყეს და სავარაუდოდ პირველივე სეზონში გაიგებენ. თან ბევრი სერია Invincible-ში, პატარა სერიები Invincible-ში არ არის, ახლა ეს 44 წუთიანი იყო.
და კიდევ როგორც ვიცი, უფრო დიდებიც არის, ამიტომ ხო? კაი სერია იყო. ახალი პერსონაჟები მომეწონა და ნახოთ რა მოხდება შემდეგში. სავარაუდოდ ყოველ სერიაში სხვა მოწინააღმდეგე გვეყოლება, აქ როგორც გამოჩნდება სხვა პლანეტელები რამდენიმე ჯერ ისევ. მაგრამ ხო, ჩემი გაი просто პლანეტა განადგურა ტიპმა. თან არა ნუ მომენტ ნოლანი მართლა ესეთია ცივი, რო ახსენეთ ეხლა რომ უდანაშაულო ხალხი იქაც იქნებიან თქო და ფეხებზე კიდია თქო. ეგ ფაქტიც გასათვალისწინებელია, ანუ ჩვეულებრივ ხალხს ხოცავ, ისევე როგორც ისინი შენებს და რავი, ანუ არანაირი რეაქცია, არც ერთი წამით არ დაფიქრებულა, ისე ამოხოცე მთელი პლანეტა. ხო. კაი. დაგემშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ. გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარი და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.